არის ის მაქსიმუმი, რის ნახვასაც ლეველში ჩასვლის შემთხვევაში შეძლებთ. ისტორიული მამული დამთვალიერებლებისთვის წლებია დაკეტილია. რატომ არავინ იცის? არგუმენტად რესტავრაცია ვფიქრობ არ გამოდგება. ამ კადრებიდანაც ალბათ კარგად ჩანს, რომ ახლა ლეველში აქტიური სამუშაოები არ მიმდინარეობს. შორიდან შესამჩნევი მხოლოდ ისაა, რომ ისტორიულ შატოზე მოხსნილია ხარაჩოები, კედლები შეღებილია, სახურავი შეკეთებული. ანუ შეიძლება იფიქრო, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილი მთავრობის წევრების საცხოვრებელმა ახალი სიცოცხლე დაიწყო. მაგრამ რეალურად რა ხდება ამ გალავნის მიღმა ივანიშვილის რეჟიმს გასაიდუმლოებული აქვს. ლეველს მხოლოდ მაშინ გვეჩვენებენ, როცა პროპაგანდა სჭირდება. ანუ როცა იქ ოლიგარქის მარიონეტები მათთვის მისაღებ სტუმრებთან ერთად ჩადიან და ტელევიზორიდან გვიმტკიცებენ, რომ ისტორიულ მემკვიდრეობაზე ზრუნავენ. Je vois que ici le domaine de la ville. Allons enfants de la patrie. მაგალითად ეს ვიდეო 2024 წლის 24 სექტემბერსაა გამოქვეყნებული. თეა წულუკიანისთვის კულტურის მინისტრის რანგში ეს ლეველში ბოლო მოგზაურობა იყო. ამ დღეს მან აგვისტოს აჯანყების 100 და ლევილის გადმოცემის 8 წლის თავი თბილისიდან საგანგებოდ წაყვანილ სტუმრებთან ერთად აღნიშნა. ჩვენ სახელმწიფოს დარჩა 2 წელიწადი იმისათვის, რომ მამულის რეაბილიტაცია ბოლომდე მიიყვანოს და შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც სანოტარო აქტით განისაზღვრა 2016 წლის 23 სექტემბერს. ორი აღარ საქართველოს მთავრობას ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უკვე თვეები დარჩა. ამ წლის 23 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს შატოს რესტავრაცია, მუზეუმის, ლევილის აკადემიის, საგამოფენო სივრცის, რესტორნის, სუვენირების მაღაზიის და ისტორიული ეზოს მოწყობა. რამდენად მოესწრება ეს ყველაფერი 7 თვეში უცნობია. რატომ გაჩნდა ეჭვი, რომ ლევილის მამულის განახლების პროცესიც ქოცების ყველა სხვა პროექტის მსგავსად დროში გაიწელება და ვადებში ვერ მოესწრება, ვეცდები ამ რეპორტაჟში აგიხსნათ. პრობლემას სავარაუდოდ ისიც შექმნის, რომ ამ პროექტით უკვე საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ. პირადი წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით პროკურატურამ თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში ბიუჯეტის ფულის ხარჯვის მიზნობრიობის შესწავლა დაიწყო. ინტერესის საგანი, რა თქმა უნდა, არის ლევილის ისტორიული მამულის რესტავრაცია რენოვაციაში უკვე გადახდილი თანხები. თუმცა როგორც წყარო გვეუბნება, სამართალდამცავი უწყებები ასევე სწავლობენ წულუკიანის მიერ ლევილში ჩატარებული ღონისძიებებისა და გაურკვეველი ნიშნით შერჩეული თეატრების მოგზაურობის ხარჯებს, რომლებიც მინისტრმა ისტორიულ მამულში რამდენიმე კვირით სარეპეტიციოდ გაუშვა. წყაროს ცნობით ეჭქვეშ რამდენიმე მილიონის ხარჯვის მიზნობრიობაა. რატომ გაჩნდა სამართლებრივი შეკითხვები ლევილთან დაკავშირებით? ამის გარკვევა უკვე დეპუტატ წულუკიანთან ვცადეთ. მე რაღაცები ვიცი, მაგრამ არა თქვენთვის. 2026 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს. ვერ დასრულდა პრობლემა ალბათ იქნება და აგიხსნით რატომ. ყველაფერი რომ კარგად გაიგოთ, ქრონოლოგიას უნდა მივყვე. 2016 წელს, როცა საქართველოს მთავრობამ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების მემკვიდრეებთან ისტორიული მამულის გადმოცემის შესახებ სანოტარო აქტს ხელი მოაწერეს, ვალდებულება იკისრეს, რომ ლევილის რეაბილიტაციას 10 წელში დაასრულებდნენ. დოკუმენტში კონკრეტულად გაიწერა, რა და როგორ უნდა გაეკეთებინა ივანიშვილის გუნდს. იმ დროს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იყო და მისი ხელმოწერით გამოქვეყნდა მთავრობის განკარგულებაც პროექტის დაფინანსების უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ. განკარგულება 1456-ის მიხედვით პროექტის პირველადი ღირებულება 5.600.000 ევრო იყო. ამ დოკუმენტში მოცემულია სქემებიც, რაში უნდა დახარჯულიყო ეს თანხა და წლების მიხედვით, როდის რა უნდა გაკეთებულიყო. მაშინ შემუშავებული გეგმით ახლა ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებული უნდა იყოს და ივანიშვილის მთავრობა ისტორიული მამულის გახსნისთვის ემზადებოდეს. როგორც გვეუბნებიან, თავიდანვე დროში გაიწელა იმ კომპანიების შერჩევებისაც ისტორიულ მამულში მთავარი სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა. პერიოდულად იკრიბებოდა კომისია, რომლის მუშაობაშიც მუდმივ წევრებთან ერთად მოწვეული პირებიც მონაწილეობდნენ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი იყო ჯუან შერბურჭულაძე, რომელიც მაშინ მუნიციპალური განვითარების ფონდს წარმოადგენდა. გვეუბნებიან, რომ ის კომპანიების შერჩევაში ერეოდა და ფრანგებს მისი წესებით მოქმედებას თხოვდა. ჯუან შერბურჭულაძეს ვერაფერი ვკითხეთ, კორუფციის გამო ის ახლა ბრალდებულია და ციხეშია. მაგრამ თუ გამოძიება მართლა დაინტერესებულია რამის გარკვევით, შესაძლოა პატიმარს საჭირო კითხვები თავად დაუსვან. 2021 წლიდან კომპანიებთან ურთიერთობაში უკვე თეა წულუკიანი ჩაერთო. სწორედ ამ პერიოდში გადავიდა ლევილის მამულის საგარეო საქმეთა სამინისტროდან კულტურის სამინისტროს ბალანსზე. სწორედ 2021 წლიდან დაიწყო პროპაგანდამ იმის მტკიცება, რომ ლევილში რეალური სამუშაოები ჩატარდა. მოხდა შატოს ხვენის შეკეთება, დასრულდა ინვენტარიზაცია, შეკეთდა გალავანი, გარემონტი და გუშაგის სახლი და მოწესრიგ დაეზო. სწორედ მაშინ გვანახეს, რომ ლევილის მამულში ისტორიის კვალს თანამედროვე რემონტი ჩლიდნენ. ამის გამო კრიტიკას არ იღებდნენ
არიან და არც იმას პასუხობდნენ, რა უჯდებოდა ღარიბი ქვეყნის გადასახადების გადამხდელს ეს სამუშაოები. ქართული ოცნება და ივანიშვილი არის ძალა, რომელიც მუდმივად მანიპულირებენ ეროვნული ღირებულებებით, იმ ეროვნული საგანძურით, რომელიც ყველა ქართველისთვის ძვირფასია, თუმცა მეორე მხრივ თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ამ ეროვნულ ღირებულებებს, საგანძურს, ძეგლებს ისინი ყველაფერს უყურებენ კორუფციის და მომხვეჭველობის კუთხიდან. ამის შესანიშნავი მაგალითი იყო იგივე საყდრისი, რომელიც უბრალოდ ააფეთქეს, იმიტომ რომ რამდენიმე მილიონით მეტი ეშოვა ივანიშვილთან დაკავშირებულ პირებს. ამის ნათელი მაგალითი უნდა იყოს, რამდენადაც მე ვაკვირდები, ასევე ლევილის მამული. როგორც საკითხში გარკვეული ადამიანები გვეუბნებიან, უკვე ყველა ნიშანია იმისა, რომ ისტორიული მამულის რეაბილიტაციის პროექტში კორუფციის ნიშნები დაინახო. ამისთვის საკმარისია გადახედოს შესყიდვების სააგენტოს გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს. თუ შევხედავთ დროში როგორ გაწელილად მიმდინარეობს ეს რეაბილიტაცია, მუდმივად გადავადება სამუშაოების შესრულების ვადების, მუდმივად თანხის დამატება და უკვე რამდენიმე მილიონი ევროზე არის ასული, რამდენიმე შესაძლებელი 10 მილიონზეც კი ასული ამ მამულის რეაბილიტაცია, იქ სხვადასხვა სივრცეების თითქოს მოწყობა და აღდგენა. მით უმეტეს თუ შევხედავთ იმ პრაქტიკას, რომელიც აღმოჩნდა, რომ წულუკიანს ჰქონდა, როდესაც გაუგებარი კრიტერიუმებით შერჩეული კონკრეტული დასი რეპეტიციების გასავლელად მიჰყავდა იქ და ამაში დამატებით ასეულობით 1000 ლარი იხარჯებოდა. ჩემთვის ნათელი ხდება დასკვნა, რომ ლევილის მამულიც არის მორიგი მაგალითი, როდესაც ეროვნული გზნობების მანიპულირებით ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები სავარაუდოდ შოულობენ დიდ ფულს. ყველა გარეგნული ნიშანია კორუფციის, ათკატების, სამუშაოების უხარისხოდ შესრულების აქედან გამომდინარე, მათ შორის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დასის სარეპეტაციო წაყვანის ხარჯები რამდენად მიზნობრივად იყო გაწეული და ხომ არ ქონდა ადგილი ამ თვალსაზრისითაც ხლამგვას, ანუ ყველა ნიშანია იმისთვის, რომ პროკურატურას ქონდეს ძიება დაწყებული ან ანტიკორუფციულ დეპარტამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მოდით ახლა ჩვენს ოფიციალური დოკუმენტებით ვიმსჯელოთ. თავიდანვე გაწერილი იყო, რომ ლევილის ისტორიულ მამულში უნდა აშენებულიყო ქართული ოდა, სადაც რესტორანი და ღვინის სადეგუსტაციო სივრცე განთავსდებოდა. ლევილში ოდის ჩასადგმელად ტენდერი 2024 წლის აგვისტოში საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა გამოაცხადა. რატომ მუზეუმმა? იმიტომ რომ წულუკიანმა ზედამხედველობა და შესყიდვები მას დაავალა. ტენდერში კომპანია ინსმა გაიმარჯვა და მასთან ხელშეკრულება 2024 წლის 8 ოქტომბერს 2.680.353 ლარზე გაფორმდა. ამ თანხაში კომპანიას საქართველოში უნდა აეწყო ქართული ოდა და შემდეგ ის ლევილში ჩაეტანა. თუმცა მხოლოდ ამ ერთ ხელშეკრულებაში ცვლილება 5ჯერ შევიდა. პირველ დოკუმენტში წერია, რომ ოდის ძირისთვის საჭირო კოჭები საკმარისი არ არის. ასევე მასალების დამკვეთის საწყობიდან საამქრომდე გადასაზიდად დასჭირდათ სატვირთო მანქანის 6 რეისი ნაცვლად 5-ისა. ასევე დააკლდათ გამომშრალი მასალა, რისთვისაც ბიუჯეტი საერთო ჯამში თითქმის 50.000 ლარამდე გაიზარდა. თავდაპირველ ხელშეკრულებაში ცვლილებები, მათ შორის ვადებთან დაკავშირებით შევიდა მეორე დოკუმენტით. თანხა კიდევ ცოტათი გაიზარდა მესამე ცვლილებით. სულ ბოლო დოკუმენტით კი, რომელიც გასული წლის 31 დეკემბრითაა დათარიღებული, გაირკვა, რომ კომპანია ინსი ლევილში ოდის მონტაჟს ვერ ასრულებდა, რადგან კონტრაქტორი კომპანიის მიერ ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვის გამო სამშენებლო ჯგუფი უკან გამოიხმეს და ახალი ჯგუფის დასაორგანიზებლად დრო ითხოვეს. ანუ ამ დოკუმენტებით შეიძლება მარტივი დასკვნის გაკეთება, რომ შეთანხმება ვადებში ვერ შესრულდა. რატომ მოხდა ასე? ამის გარკვევა ეროვნულ მუზეუმში გვინდოდა. ლევილის მამულთან დაკავშირებით. ლევილის მამული. შედარებია და კანონს დაკავშირებიან და მუზეუმის დირექტორი მოუცლელობის გამო ვერ შეგვხვდა. მოგცეს ლევილის პროექტის კურატორის თამარ კვარაცხელიას ნომერი, რომელიც თავიდან დაგვირდა, რომ ინტერვიუს პრესამსახურთან შეათანხმებდა, თუმცა საერთოდ დაიკარგა. არადა თამარ კვარაცხელიასთან სხვა საკითხების გარკვევაც გვინდოდა, რადგან დოკუმენტების უმეტესობაზე ხელმომწერი სწორედ ისაა. მაგალითად, მისი ხელმოწერაა ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე.
2025 წლის 13 ნოემბერს ეროვნულმა მუზეუმმა ფრანგულ კომპანია გაუმონტთან და ბატიმენტთან გამარტივებული შესყიდვით 2 მრავალწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ჯამში 4,5 მილიონ ევროზე. გაუმონტს მილიონზე მეტი ისტორიულ მამულში ელექტროსამონტაჟო სამუშაოებისთვის მისცეს. ბატიმენტს კი თითქმის 3 მილიონ 400,000 ევრო ლეველში ფიზიკური ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად გადაუხადეს. როგორც უკვე გითხარით, ორივე კომპანიასთან ეროვნულმა მუზეუმმა 2025 წლის ნოემბერში მრავალწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, მაგრამ იგივე კომპანიები მიმდინარე წლის 3 თებერვალს ისევ გამარტივებული შესყიდვით თავიდან დაიქირავეს. გაუმენტს 40,679 ევრო ლევილის საფრანგეთის ელექტროსისტემაზე დასაერთებლად მისცეს. ბატიმენტს კი თითქმის 7,000 ევრო ლევილის მამულის ტერიტორიაზე მდებარე ეგრეთ წოდებული ეთერწერეთლის შენობის და მის გვერდით მდებარე შენობის ასბესტისა და ტყვის დიაგნოსტიკის მიზნით შესაბამისი მომსახურების გასაწევად გადაუხადეს. ასეთ გამარტივებულ შესყიდვებს რა შემთხვევაში იყენებენ, ქოცებმა პრაქტიკაში არაერთხელ განახეს. თუ ამით ვინმე სარგებლობს, როგორც ჩანს, ეს შეთანხმებულიცაა, რადგან დოკუმენტებში ივანიშვილის მოქმედი პრემიერის ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულებაც დევს მსგავს შესყიდვებზე. ეს ორი შესყიდვა უკვე ახალი მინისტრის პირობებშია განხორციელებული. ამის გარდა კიდევ არაერთი ხელშეკრულებაა, რომელიც შესაბამის კვლევას საჭიროებს. თუმცა ამ ორმა მაგალითმა ალბათ თქვენს გაგიღრმავათ ეჭვი, რომ ლევილის ისტორიული მამულის რესტავრაცია რენოვაციაში დიდი ფული იხარჯება, თუმცა მისი ვადებში დასრულება ვერ მოხდება. თქვენ ხო არიცით ლევილის მამულის რეაბილიტაცია დასრულდა თუ არა, როგორც კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გეკითხებით, გიორგი? სამინისტროს და გახსენებთ. სამინისტროს არა თქვენ კომიტეტში ხართ, ანუ დასრულდა თუ არა და კითხვის ნიშნები რო აქვს პროკურატურას მაგ თემაზე თუ იცით? ყველაფერი კარგია. ვიდრე ქოცები დუმან და კონკრეტულ შეკითხვებს გაურბიან ლეველში დაინტერესებულ პირებს შესვლა ეზღუდებათ. მაგალითად, თამარ დემურია, რომელიც საფრანგეთში 26 წელია ცხოვრობს ისტორიულ მამულში 2023 წლის შემდეგ აღარ ყოფილა. არა და მანამდე საკუთარი ასოციაციის საფრანგეთიდან დანახული საქართველოს და სხვა ორგანიზაციების ეგიდით ლეველში არაერთი ღონისძიება გაუმართავს. წუთში 2-3 მაინც ვიკრიბებოდით ხოლმე ლევილში. თუნდაც ღონისძიებებს ვატარებდით იმისთვის, რომ ქართველებს ერთმანეთი ენახათ, გაეცნოთ ერთმანეთი ჩვენ შვილებს, არ დაევიწყებინათ ის ქვეყანა და სამშობლო, საიდანაც ჩვენ მოვდივართ, ერთმანეთს შეხვედროდნენ და გარდა ამისა თვითონ ქართულ ბიზნესმენებსაც, ვინც ვისაც მაგალითად ქართული ნაწარმები აქვთ, მათთვისაც გაგუკეთებია შეხვედრა, გამოფენა, გაყიდვები და ასე შემდეგ. დიდი ეზოა, იქ შატოს, რასაც ვეძახით, სადაც იკრიბებოდნენ ჩვენი პირველი რესპუბლიკის წარმომადგენლები, თათბირებისთვის და ასე შემდეგ და აბსოლუტურად ყველგან შეგვეძლო შესვლა ჩვენ და ეს იყო ჩვენი მეორე სახლი. მე აფხაზეთიდან ვარ და აფხაზეთის წართმევა ჩემთვის ოკუპირება წარმოგიდგენიათ რამხელა ტრავმა იყო და როდესაც პარიზში ჩამოვედით ჩემთვის რაღაცნაირად მეორე სამშობლო იყო ლევილში ჩასვლა და დღეს ამის შესაძლებლობა არ გვაქვს მხოლოდ იმიტომ რომ პოლიტიკურად სხვანაირად განსხვავებული აზრი გვაქვს და ლევილის კარები რომელიც მთელი ცხოვრება ღია იყო რაც ცხოვრობა 30 წელია. სუღია იყო ყველა შეეძლო შესვლა დღეს. ლევილის კარები არის დაკეტილი. მოხალატეები ხართ, აბარამ ხართ. ამ ლევილში კარი არავის დაუკეტავს წერ. თამარი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც 2024 წლის მაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიწყვნილ ღონისძიებაზე არ შეუშეს. მას და სხვა ქართველებს მაშინ თეატ ლუკიანის და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატის ელისო ბოლქვაძის ისტორიულ მამულში ყოფნის გაპროტესტება სურდათ. 30-მდე 40-მდე ადამიანი ვიყავით მისული 26 მაისი გვეზე იმა ერთად და ამ დღეს ლუკიანი როდესაც დგება და მარო მაყაშვილის თეატრი იყო, ასე ვთქვათ, წარმოდგენა იყო გაკეთებული და მას ტაშს უკრავს, თვითონ არის გამყიდველი, არის და მონები არიან ყველა, ვინც ბიძინა ივანიშვილის ფულს იცავენ და ამის გამო ჩვენ გამოგვყარეს, იმიტომ რომ ჩვენ თურმე არ გვაქვს იქ ყოფნის უფლება და მას შემდეგ საერთოდ არ შეუშვივართ და რა ხდება ლევილში, რაც საქართველოში ხდება ერთპარტიულობა, სხვა განსხვავებული აზრის მიუღებლობა
თამარს ასევე ვკითხეთ, რას ფიქრობს, რას მალავს ოცნება ლევილის ჩაკეტილ კარს მიღმა. მეჭი იქნება ალბათ ის, რომ ის ფული, რაც იყო განკუთვნილი ამ ლევილის გაკეთებაში, ალბათ დახარჯეს და ეშინიათ, რომ არ ვნახოთ, რომ არაფერი არ არის გაკეთებული. ჯერ ერთი და მეორეც ის, რომ უბრალოდ საკუთარ კერძო საკუთრებად უნდა გადაქცევა ლევილის, რაც აბსოლუტურად მიუღებელია ყველა ქართველისთვის, ხო? მე ვფიქრობ, რომ ლევილი ისეთივე ოკუპირებულია, როგორც სამაჩაბლოა და აფხაზეთია და როგორც საქართველო ფაქტობრივად დღეს არის. ოკუპირებულია და ამაზე ვმუშაობთ, რომ ეს დავიბრუნოთ ჩვენი ლევილი. ეს არის ხალხის ადგილი და ეს არის ხალხის თვის განკუთვნილი და თვითონ იურიდიულადაც წერია იმ ანდერძში, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადასცემოდა ლევილი საქართველოს სახელმწიფოს, როდესაც ის იქნებოდა დემოკრატიული და ეს იქნებოდა ხალხის თვის განკუთვნილი ადგილი, რაც არ შეესაბამება დღევანდელ რეალობაში სიმართლეს. ამ რეპორტაჟზე მუშაობისას ჩვენ ბევრ ადამიანს ვესაუბრეთ, მათ შორის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების მემკვიდრეებს, თუმცა ამ ეტაპზე ინტერვიუს მოცემისგან თავი შეიკავეს. პირად საუბარში არ დამალეს, რომ გარკვეული შეკითხვები მათაც აქვთ, მაგრამ მაინც სექტემბერს ელოდებიან. აინტერესებთ შეასრულებს თუ არა ივანიშვილის ოცნება ნაკის რვალდებულებებს. ასევე ოფიციალური წერილით მივმართეთ კულტურის სამინისტროს და გამოვითხოვეთ ინფორმაცია. წლების მიხედვით რაში რამდენი ლარი დახარჯა სახელმწიფომ ისტორიული მამულის რეაბილიტაციისთვის. ასევე რა დაუჯდა წულუკიანს ლევილში მხოლოდ ვიწრო წრისთვის გამართული ღონისძიებები. პასუხს ამ დრომდე ველით.